რაც შეეხება Ayn Rand და Ayn Rand-ი პოპ კულტურაში, სიმართლე გითხრათ, ირაკლიმ, როცა მითხრა, რომ ეს თემა უნდა წაიკითხო, ვფიქრე მეთქი, რა უნდა წავიკითხო. პოპ კულტურაში Ayn Rand-ის ყოფნა საერთოდ რა თემაა, რატო შეიძლება რომ დავინტერესდეთ და მით უმეტეს, რატომ შეიძლება რომ ადამიანები, რომლებმაც ან ნაკლებად, ანჯერ არიციან Rand-ი, რომ ეს ყველაფერი მათ წარმოუდგინოთქო. მე დავიწყე კაიხნიანი რისერჩინგი და ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე მე თვითონაც, რომელსაც აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი. და ამ პროცესში რა კითხვებით დავსვი, ამ კითხვებს გაგიზიარებთ და მინდა რომ თქვენც გკითხოთ იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე გავიგოთ რეალურად რაზე არის საუბარი და რა პონტია, ასე ვთქვათ, Ayn Rand-ი თუ მოხვდებოდა პოპ კულტურაში. ამისთვის პირველი კითხვა რაც უნდა დავსვო არის ის, რომ პოპ კულტურა როგორ გესმით, რა არის? პოპ კულტურაზე მუსიკა, ხელოვნება, მხატვრობა, ერთი-ორი პასუხი კიდევ? მასობრივად გავრცელებული, ტრადიციულად ცნობილი ხელოვნების სფეროა. ხელოვნები? მასაზე გადადის. აჰა. კი, მასიური რაღაცა გაპოპულარულებული თემა, ხო? პრინციპში ეს სწორი არის, რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ როგორც წესი, ამას მოყვება ხოლმე, რომ აი პოპ კულტურას თუ უსმენ, ან პოპ კულტურაში თუ ხარ, რაღაცა ცოტა დაბალი დონის თემა არის, ხო? გაგიგიათ ესეთი რაღაცა, რომ ხო, ანუ რაღაცნაირად არც ისე კაი თემაა, ხო? არც ისე კაი ამბავია თუ პოპ კულტურაში აღმოჩნდი. მუსიკას რაც შეეხება და მუსიკალურ გემოვნებას, მან შეიძლება კიდე გემოვნების საკითხი იყოს და დავა. რაც შეეხება იმას პოპ კულტურაში აღმოჩნდები თუ არა, ერთ მნიშვნელოვნად და ცალსახად თუ როგორი მოვლენა მე ეს დავასკვენი, მაგრამ მინდა რომ ბოლოში ისევ დაგიბრუნდეთ ამ კითხვით და თქვენ თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილება. ამისათვის ვნახოთ ახლა პოპ კულტურა ჩვეულებრივ ინგლისურად ლექსიკონში იძებნება ეს და მარტივია, რაც გავაჟღერეთ, ზუსტად ეგ თემა არის. მუსიკა, ტელევიზია, კინო, წიგნები და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულება, რომლითაც ინტერესდებიან არა მხოლოდ სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ან მეცნიერები, ან ამ თემით განსაკუთრებულად დაინტერესებული ადამიანები, აი მაგას ქვია თურმე პოპ კულტურა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თემით დაინტერესებულ ადამიანებში გავდივართ და ამიტომ მთლად პოპ კულტურის იმ დიდ მასაში არ ვართ არეულები. სამაგიეროდ ჩვენ რასაც გავაკეთებთ და ჩვენ როგორც მივაწვდით მაგალითად Rand-ს, ისეც რომელსაც ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ აი ამ პოპ კულტურის გზის გავლით თუ მივაწვდით, ის უკვე პოპ კულტურის ნაწილად გაიცნობს Rand-ს. ეხლა ეს თემა რო ვთქვი, რომ ჩვენ როგორც პოპ კულტურის ნაწილს ისე თუ გავაცნობთ Rand-ს თქო, კითხვა არ გაგიჩნდათ, რომ წიგნები, კაი გასაგებია, რომ Rand-ის წიგნები ვუთხრა, Rand-ის ფილოსოფიური ნაწარმოები, მაგრამ აი სხვა რა თემაში შეიძლება, რომ Rand-ი გავაცნო მაგალითად ადამიანს. აი ყველამ წარმოვიდგინოთ ჩვენი ერთი მეგობარი, რომელსაც გვინდა, რომ Rand-ი მოვაწონოთ, ნუ გავაცნოთ მაინც. გარდა Rand-ის წიგნებისა და გარდა მისი ფილოსოფიური ნაწარმოებებისა, რითი შეიძლება, რომ Rand-ზე დავაინტერესოთ ადამიანი და აქვე ერთი დათქმა მინდა გააკეთოთ, რომ თუ ჩვენ შევძელით და ადამიანი დავაინტერესეთ, იქნება ეს მისი წიგნი თუ სხვა რაღაცა, რომელზედაც ახლა მსჯელობთ, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ვიღაცას მოსწონს წიგნი, ვიღაცას მოსწონს ფილმი, ვიღაცას მოსწონს მუსიკა, ვიღაცას რაღაცა. ჩვენ თუ საკომუნიკაციო ენად გამოვიყენებთ ისეთ რამეს, რითაც ეს ადამიანი დაინტერესდება და მოვა მერე წიგნამდე, ძალიან მაგარი რაღაცაა, თორე თავიდანვე 1645 თუ 65 გვერდიანი წიგნი მეგობარს რო შეაჩეჩო, თუ ძალიან გიჟი გადარეული არ არის და 4 დღეში თუ არ წაიკითხავს ჩემსავით ამ წიგს, რომელიც აი პირდაპირ ესე ვთქვა, ლიტერატურამშია, რო იტყვიან ხოლმე, აი ესე დავინტრიგდი და ზუსტად 4 დღეში წავიკითხე. ისი არ მივა არავინ Rand-ამდე. ამიტომაც არის, რომ Rand-ი თავისი წიგნებით ერთგვარად აშინებს ადამიანებს, ხო? ნებისმიერ აი გატესტეთ თქვენს მეგობარს, დაუდეთ ეს წიგნები და უთხარით, რომ მოდი ახლა წაიკითხე და მერე განვიხილოთ ერთად ვიმსჯელოთ. 10-დან 9 გეტყვით უარს. თქვენნაირი ენთუზიასტები არ იტყვიან უარს, მაგრამ ესეთი ძალიან ცოტაა. ახლა ისევ რომ დავუბრუნდე კითხვას. მაშინ თუ არა Rand-ის წიგნები, ფილოსოფიურიც და ლიტერატურულიც, რითი შეიძლება რომ Rand-ი კიდე სხვანაირად გავაცნოთ ადამიანებს? ნებისმიერ თემაში ვიდა კავშირის პრობლემას. გააჩნია ჩვენ მეგობარს აინტერესებს ხო რა
აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ დაანახებთ ობიექტივიზმსა და რაღაცა შორის კავშირს, ხო ალბათ. მაგრამ ეს მაინც ფილოსოფიისკენ მიდის. მაინც მოგიწევთ უთხრათ, რომ აი რენდის წიგნი უნდა წაიკითხო. Good. ეს ძალიან კაი. მაგალითად მუსიკაში რომელ მუსიკას ეტყოდით? რადგან ახლა პიროვნულად ახასიათებს და მძიმე საფის მუსიკა, მაგრამ ნაწარმოებიდან გამომდინარე კიდევ შეიძლება სხვა სახის მუსიკაც იყოს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ასოცირდება და ინდივიდუალისტთან უცნობს ხალხს, რადგან ზუსტად ძველი თავისი ნაწარმოები მაგაზე დგას, რომ ინდივიდუალიზმი ყოფნა. კი ბატონო. მუსიკა გამოიკვეთა, ხო? ესეც, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ისეთი თემაა, რომელზედაც ლოგიკურად შეიძლებოდა მსჯელობით მივსულიყავით. მოკლე, ან კიდე YouTube-ზე დევს ხოლმე რაღაც crash course ვიდეოები, სადაც აი მარტივად შეუძლიათ რომ გაიგონ. სანამ უშუალოდ ეს რენდზე. რენდზე კი. მაგრამ რენდის გარშემო მაინც ან რენდი ფიგურირებს. კი, ობიექტივიზმი და ზოგადად რომ აი პირველი ნაბიჯები რომ გადადგენ და რომ კი, ამას გარდა, არ ვიცი წარმოიდგენთ თუ არა, მაგრამ ვიდეო თამაშია ობიექტივისტურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით შექმნილი. ჩვენს გეიმერ მეგობარს რამდენიც არ უნდა ვეხვეწოთ. მოდი ახლა და შენ ეს წიგნი წაიკითხე ან ის მოკლე ვიდეოები ნახე, შანსი არ არის. მაგრამ თუ ეტყვი რომ ესეთი თამაში იჭდება და მოდი აჰა შენ და იქნება დაუმუღამო, შეიძლება მერე ჩვენსკენ გამოიქცეს და თქვას რომ ოკეი, მოდი წიგნსაც დავტაცებ ხელს და წავიკითხავ. ამიტომაც მე ეს ყველაფერი ამ ყველაფერს რომ თავი მოვუყარი და რომ გავაანალიზე, თურმე ძალიან მაგარი რაღაცა ყოფილა პოპკულტურაში, როდესაც ასე და ამგვარად არის მოდებული ადამიანი თავის ფილოსოფიით. მოდით ახლა ვნახოთ ის ყველაფერი, თუ სად არის რენდი მოცემული, გამოხატული თავისი ფილოსოფიით. ხო, აი, დაახლოებით, მოდი ჯერ ვისაუბროთ ყველაზე მარტივად დასანახ და აღსაქმელ ამბავში. აი ფილმებში უკვე გამოჩნდა, მაგრამ დაახლოებით რამდენ ფილმში, სერიალში, ანიმაციაში და ასე შემდეგ შეიძლებოდა რენდი ყოფილიყო. 6 ხო, მაგრამ ნახეთ რამდენია. აი უბრალოდ ნახეთ, ესენი რეფერენსად და ვურთე და თუ პრეზენტაციიდან რაღაც დაგჭირდებათ, შეგიძლიათ თავისუფლად თავის ეპიზოდებით ყველაფრიანად არის ჩამოთვლილი და მოცემული და უფრო მეტიც ყველას მე აქვე გაჩვენებთ და გეცოდინებათ. გაჩნია მაგალითად ერთი მაგალითი მაქვს, როდესაც ერთი ეპიზოდია და არის როდესაც მთელი კასკადური სერია არის მაგალითად სიმფსონებში, ამიტომაც სიმფსონები მაქვს ცალკე გამოყოფილი. მეგისთან. პატარა ბავშვთან თქვენ წარმოიდგინეთ, კი. კი ბატონო, ესეც არის და ამასაც გაჩვენებთ. აჰა, აგერ კიდევ ჩამონათვალი გრძელდება, ბატონო? კი. ბევრ რაღაცაში არის. სილიკონველიში არის ასევე Supernatural რო არის ზებუნებრივი, ძალიან პოპულარული სერიალი იყო, მანდაც არის. ვინმეს ხომ არ გახსოვთ რა თემაშია მანდ? აი გადავალთ და ვნახავთ. Lost-ი რო არის, იქაც არის. მაგასაც ვნახავთ და სხვათა შორის გარდა იმისა, რომ აი Lost-ი დათომ რაც კარგად ახსნა, Lost-ი გახსოვთ რა თქვენ შეიძლება პატარები იყავით, მაგრამ ერთ-ერთი საკულტო სერიალი არის და Lost-ზე რო გადავალთ, მანდ გეტყვით რომ გონია რატომღაც მე გაგახსენებთ რა მომენტში ჩნდება მანდ რენდი და მე მიხვდებით რომ შეიძლება მთლად შემთხვევით არ იყოს მაინც და მაინც რენდის მას. ჯონ ლოკი მაგალითად ჯონ გოლტის ალუზია. კი. მოკლედ გრძელდება ეს ჩამონათვალი და დაახლოებით ეს იყო, ესე იგი 14 არის აქეთ მხარეს და 35 არის იქეთ მხარეს, 49 სხვადასხვა ფილმი ან სერიალი არის, სადაც არის რენდი ნახსენები. ფილმების და სერიალების თემა ერთად მინდა ამოვწურო და დაგანახოთ ის, რომ ისეთი პოპ ვარსკვლავი, როგორიც არის ანჯელინა ჯოლი, ცოტა კი მიკვირს, რომ ჯოლის პიროვნებასთან თითქოს რენდის ფილოსოფიას ვერ ვაკავშირებდი და ობიექტივიზმს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი ძალიან მოხიბლული არის რენდის ფილოსოფიით და განსაკუთრებით ატლანტმა მხრები გაშალა. და თვითონვე გამოთქვა სურვილი, რომ ეთამაშა დაგნი ტაგარტის როლი. და სხვათა შორის სხვა წყაროები გვეუბნებიან, რომ არც ბრედ პიტი არ ყოფილა გულგრილი, რომ ეთამაშა ჩემი აზრით ჰავარდ
ჰენკ რიერდენის როლი სავარაუდოდ, იმიტომ რომ გოლტის როლში ცოტა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ მეტი ცნობები ანჯელინა ჯოლიზე არის. აქ ლინკად მაქვს ჩასმული და გიორგი, შენ უნდა გთხოვ, რომ ეს ლინკი გავხსნათ იმისთვის, რომ ზუსტად დავინახოთ ჯოლის მონაწილეობა ამ თემაში. და ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი აზრით რა იქნებოდა? ცალკე quote-ად გამოვიყენე და გამოვიტანე, როდესაც ამ ფილმზე მუშაობის დაწყება სერიოზულად მან და მისმა პროდიუსერმა გადაწყვიტეს, არ ვიცი რატო ეგონათ რომ ესე არ იქნებოდა, წააწყდნენ ამ ყველაზე დიდ პრობლემას, რა იქნებოდა ეს თქვენი აზრით? ძალიან მარტივი და თვალსაჩინო დასანახია. No. ძალიან დიდია წიგნი და როგორ უნდა გააერთიანო ერთ ფილმში. როგორ უნდა დაიჭირო ჯერჯერობით ამ დრომდე, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ იყო პირველი მცდელობა, რამდენიმე ნაწილად არის გადაღებული ატლანტმა მხრები გაშალა. მაგრამ ვერავინ ვერ შეძლო ამ დრომდე, წარმოგიდგენთ რამდენი ხანი არის, რაც დაწერილია და ვერავინ ვერ შეძლო, რომ ერთ ფილმში გაერთიანებულიყო ეს. რატომ? იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულების გაერთიანება და ძირითადის ამოღება არის საჭირო. და აქ მოკლედ ამაზე მიდის, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური წუწუნი, რომ როგორ უნდა ამოვიღოთ კი რაღაცეები ამ ფილმისთვისო. კი, ამის შემდგომ უკვე გადავდივარ შემდეგ ნაწილზე, ფილმებს, როდესაც ეხება უკვე რაც არის, Fountainhead-ი, ჩემთვის მოულოდნელად, გულწრფელად რომ გითხრათ და რომ გამოგიტყდეთ, ვნახე რომ თურმე ძალიან კარგად გადაღებული ფილმი ყოფილა, რომელიც არის გარი კუპერის საკმაოდ ცნობილი ვარსკვლავის მონაწილეობით გადაღებული და ასევე პატრიცია ნილის მონაწილეობით. და სხვათა შორის IMDb-ის სნობი ვინმე ხო არ ხართ კიდე მეორე ჩემსავით. 7-ზე ყველა მიყვარხართ. ყველა ძალიან მიყვარხართ. ნუ ეშმაკი ატარებს პრადას მაგალითად 6 და რაღაცა აქვს, მაგრამ ნუ ძალიან საკულტო ფილმია, მაგრამ ესეთი დამთხოვები არის იშვიათად. 8-ზე ნაკლებია ფილმს, მე საერთოდ აღარც განვიხილავდი ხოლმე, მაგრამ 7-იც მაგ პერიოდში გადაღებული ფილმისთვის არის ძალიან კარგი და იდეალური. ეხლა მინდა გიორგის მოკლედ აქვე მადლობა ჩემი ასისტენტობისთვის, რომ ვნახოთ ამ ფილმის ტრეილერი. ახმა და რა საინტერესო დასაწყისია. წარწერებიც არ არის შემთხვევით მოცემული. He can rule any man except one. There is no honest way to do it. We have no choice except to submit or to rule them. I chose to rule. Ellsworth Toy, calculating ruthless. He feared no man except one. The man who refused to submit and to serve. Howard Rook is the man who must be destroyed. Peter Keating, selfish, weak. You want me to confess the truth to everybody? No. What are you going to do? You have to leave that up to me now. You have tried not to stop me. You're lucky without dignity, without regret. But it pleased you to hear that I lived in torture all these months, hoping never to find you and wishing you could my life just to see you once more. It's not any better than the rest of us. What it is. ეს მაინც ამერიკული ხაზი რომანტიკაზე ხაზგასმა რაღაცა მაყურებლის ერთგვარი დაინტერესებასავით არის.
უბრალოდ რავი, კადრებიც ნახეთ, საკამაოდ საინტერესო ფილმია. ხო, რა შთაბეჭდილება გაგიჩნდათ? მაშინდელი ამერიკის კინოს ესთეტიკა ფაქტიურად გადმოცემული შავ-თეთრი ფილმის სახით და არის საკმაოდ საინტერესო. სანამ ფილმს ხო, აი ფილმში შესაძლოა თქვენს წარმოდგენებს დიდად არ დაემთხვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახეთ მაინც მინიმუმ ის იქნება, რომ ამერიკის თვალით დანახული შენობა როგორი იყო მაშინ. თუმცა სტრუქტურულად რომ გითხრათ, ეს იყო ისეთი მაღალი, აი სიმფსონებში ვნახავთ, ძალიან საინტერესო კითხვა არის. სიმფსონებში ვნახავთ, რომ ეს არის მაღალი შენობა, გარეგნულად ის ბაროკო, როკოკო და ისეთი რაღაცები, რომელიც ეჯავრებოდა რორკს იმ ყველაფრის გარეშე, ესეთი სტატიკურად. ცივი შენობები, კი, მაგრამ ფუნქციური. კი. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი მომენტი არის მან წიგნშიც, როდესაც ის დააპროექტებს მაღაზიას და გაზგასამართის სადგურის კომბინაციას, რომელიც იყო ძალიან ფუნქციური და ამ ფუნქციური სივრცის გაჩენის ხარჯზე ძალიან კარგად მიდის საქმე ვაჭრობის მხრივ მის მეპატრონეს. ანუ არა მხოლოდ ეს გარეგნულად ცივი, მაგრამ ფუნქციური. როგორც რენდის ფილოსოფია და რენდი თვითონაც გარეგნულად ცივი, მაგრამ შიგნით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამტევი. შენობებიც ასეთი იყო. შემდეგი არის უკვე 2011 წელი, როდესაც იყო პირველი გაფართხალება, ასე ვთქვათ და მცდელობა, რომ ატლანტმა მხრები ქაშალა, ეს ფილმად გადაღებულიყო. აქ ჩვენ ხედავთ საკმაოდ ცნობილი მსახიობები არიან ესენიც, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ამ ფილმში. ფილმმა წარმატებას ვერ მიაღწია, IMDb სადღაც 5 და 6 აქვს. ნახეთ რა დაბალი რეიტინგი აქვს და აქედან გამომდინარე დიდი ინტერესი და გასაქანი მას ბუნებრივია არ ექნებოდა. უბრალოდ იმისათვის რომ თქვენ ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, მინდა რომ შემდგომ გვერდზე, გიორგი ეს ისევ ეს გახსნა? რატო? არა, ისევ ეს გახსნა. თუმცა თუ ერთ მონაკვეთს შევხედავთ, ესეც საინტერესოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ შინაარსისგან ფაქტიურად დაცლილი არის ფილმის სხვა ნაწილებს თუ შეხედავთ. ტრეილერი კაია. 2011-ის. პერიოდიც კი გადმოტანილი არის, იმიტომ რომ ხედავთ 2011 წელს ხდება მოქმედება. როგორც ფილმში, აქაც წიგნში, აქაც გაყვება ეს ვინ არის ჯონ გოლტის ნაწილი. ამ ტრეილერის მიხედვით ვინ გადაწყვეტდით ფილმის ყურებას? ხო, ანუ რო არ იცოდე გაგრძელება, რო არ არის მთლად წარმატებული, საკმაოდ კარგი ტრეილერი არის.
ხო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მართლა ძალიან რთულია იმ ნაწილების ერთად თავმოყრა, რომელიც ფილმს ერთიანად შეკრავს. ეს ფაქტობრივად ჯერ მართლა არავის გამოუვიდა. მაგრამ ისევ და ისევ ძირითად თემას რო დავუბრუნდეთ, ადამიანები და დღევანდელობა გვაძლევს იმ საშუალებას, რომ არა მხოლოდ წიგნებიდან ან ფილმებიდან გავიგოთ ფილოსოფიის შესახებ, არამედ სხვა და სხვა მიმართულებით. აქედან რომ ჩვენ გავალთ, ზუსტად მინდა იცოდეთ, რომ თქვენს მეგობრებს, რომელსაც ცდილობდით, ან სხვა ადამიანებს, რომ წიგნებით დაგაინტერესებინა, თურმე მთელი არსენალი გვაქვს უკან, რითაც შევძლებთ, რომ დავაინტერესოთ. თუ ამას თქვენ გააკეთებთ და ამას მიიღებთ და ამ კუთხით დაიწყებთ მუშაობას, ჩავთვალოთ, რომ მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი რაც რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ბევრმა გაიგონ მის შესახებ, ეს გამოგვივა. აი ახლა შემდეგი ნაწილი უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა ცოტა სიღრმეებში შევიდეთ, ასე ვთქვათ, ეს არის Lost-დან ერთ-ერთი მომენტი, როდესაც ამ გვარი დამოვიწყდა. ხო. ის როდესაც გადაწყვეტს, რომ გაიკეთოს სათვალე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხედავს და რატომღაც მგონია ეს არის აინ რენდის Fountainhead-ი პირველ წყაროს კითხულობს და რატომღაც არ მგონია ეს ნაწილი შემთხვევით, რომ ამ სათვალის გაკეთების მერე მის ხელში ვხედავთ წიგნს, რომელიც არის Fountainhead-ი, ხო? თითქოს ხედველობა გაიხსნა, ანუ გონება გაიხსნა, ხო, რაღაცნაირად. ხო. თითქოს რაღაცნაირად ანუ მხედველობა თვალი აიხილა, ასე ვთქვათ და თვალის სახელის დროს მას ხელში ეჭირა ეს წიგნი. და ასევე ჯონ ლოკი, რომელიც ძალიან ცნობილი და სხვათა შორის სხვადასხვა წყაროებშიც წერია, რომ გამომდინარე, ხო, ანუ ცოტა იდუმალი ტიპი ხო არის, ზუსტად იმიტომაც არის იდუმალი, რომ თითქოს ერთგვარად იმეორებს ჯონ გოლტის ნაბიჯებს და ამიტომაც გახდა ეს მისი თანამოსახელე. ეს სერიალი ზებუნებრივი და აქ რას ხედავთ აბა ზებუნებრივში გახსოვთ ეს კადრი ეს მომენტი როდესაც ის ტიპი მიდის აქეთ გოგოსთან გაბლარულად რომ არის და გოგო ეუბნება რომ ვიღაცა იყო და დატოვა თავისი ID ბარათი ID კი არა და ბიზნეს კარდი და ბიზნეს კარდზე წერია Agent H. Rourke, FBI. ანუ აგენტი რორკი არის წარმოდგენილი ამ ნაწილში და უფრო მეტიც ზებუნებრივის მთავარი იდეა დაღებული არის Who is John Galt. აი ესეც, იმიტომ რომ აქაც რაღაცა მისტიკასთან და რაღაცა დაფარულ თემებთან გვაქვს საუბარი. ასე რომ ესეც მარტივად ისერჩება და მანდაც ნახავთ და უფრო მეტიც მერე რომ ფილმებზე გადავალთ იმ ნაწილში იქნება კიდევაც. ეს სერიალი ვის გიყვარდათ? ჩემს გარდა ძალიან კაი. Criminal Minds ასევე ძალიან კარგი იყო. ესეც სხვათა შორის იყო იმისკენ მიმართული, რომ კი იყო დამნაშავეების დაკავებაზე, მაგრამ მთელი ფილოსოფია და ფსიქოლოგია იყო ჩადებული, ამიტომაც აინ რენდის ეს სიტყვები გონებასთან დაკავშირებული გონება ავტომატურად არ მოდის და თუ გონებას არ ცნობ, არ აღიარებ, შესაბამისად შენ გონების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ვერ დააფასებ. დაახლოებით აი ამ შინაარსით არის ეს ციტატაც მოცემული, აი თქვენი კითხეთ მე მგონი ხო, ციტატებათაც არისო მოცემულიო. ზუსტად ერთ-ერთი გამოხატულება არის ეს. ეს ფილმი ხომ არიცით? Silicon Valley-ის ფილმი არის, როდესაც პრეზენტატორი გამოდის და თავის პრეზენტაციას ეძებს, რომ წარუდგინოს ძალიან ისეთი პიჯაკიანი, halstuxიანი ტიპები არიან წარმოდგენილები და ვითომ შემთხვევით ესეც აქვს ერთ-ერთ პრეზენტაციაში, ამასაც ვიდეოში ვნახავთ, გადადის მერე და მერე აგრძელებს თავის პრეზენტაციას, მაგრამ შემთხვევით არ არის მანდაც მოცემული აინ რენდი. და აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ გსმენიათ, რომელი ძალიან ცნობილი ან წარმატებული, საერთაშორისოდ ცნობილი ან წარმატებული ადამიანის კუმირია, ასე ვთქვათ, აინ რენდი. რომლის სახელი ყველას არ გაგვიგია, მაგრამ იმპერია, რომელიც მან შექმნა ბიზნესის სახით, ყველასთვის არის გასაგები. ოკეი. გადავიდეთ ბოლოში და ვნახავთ ინტერვიუც არის ამ ტიპთან და შეგიძლიათ დააფოლოვოთ მერე და ბიზნესმენია, კი. კი. არა, ქართველი არა. მასკი, ხო, არ ვიცი. ანუ თვითონ მისი სახელი და გვარი შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, ანუ მაგრამ მის მიერ შექმნილი ბიზნესი აბსოლუტურად ყველამ ვიცით. თემა ეგ არის.
ანუ ტიპმა იმდენი რაღაცა გააკეთა, რომ ბრენდის ფილოსოფიის გავლენით, რომ მართლა მთელი იმპერია შექმნა ბიზნესი. აი ეს Star Wars-ის მოყვარულები ვინ ხართ? კიდე გამარჯობა, ჩემიანები ხართ, კიდე უკვე მე რამდენეთ, ხო? Star Wars-ი ანუ არ არსებობს ამერიკაა, ხო? და Star Wars-ი რომლითაც ამაყობს ამერიკა ერთი მხრივ, მეორე მხრივ 30 rock, ესე ქვია, ესეთი დასახელებით, 30 ქვა თუ რაღაცა ესეთი, არსებობს სასაცილო ვერსია Star Wars-ის. სადაც აგერ კი ხედავთ, რომ ლეას გამოსახულებიანი გოგო არის, ვარსკვლავური ომების პერსონაჟის და მოკლედ ძალიან სიცილ ხარხარია ამ ვარსკვლავურ ომებზე, ნუ სასაცილოდ იგდებენ. სხვათა შორის მაგ მომენტებს რენდთანაც ვნახავთ ცოტა ხანში. უბრალოდ იქედან არ ვიცი თუ ჩანს, მაგრამ ბიბლიის ნაცვლად რა წიგნი უჭირავს ალეკ ბოლდუინის გმირს? ხო, ისევ და ისევ არა, პირველ წყარო. და როგორც ბიბლიას, ისე კითხულობს პირველ წყაროს ამ ფილმში. ხო. აი ახლა ვნახოთ ეს კი ბატონო, აი ახლა ვნახოთ რაც მე მოგიყევით. ეგ ყველაფერი არ გიორი წამით რო გააჩერო. ხო, რაც მე მოგიყევით, ახლა ეს ყველაფერი არის ფილმებში მოცემული და გამოხატული და ეხლა წავიდა გავუშვათ. He would be found lying on his back on his bed with a copy of Ayn Rand's The Fountainhead. Oh, The Fountainhead. What's taking so long? Pick up The Fountainhead and take a reading. ვითომ ჭკვიანი რო გამოჩნდეს. Fountainhead-ი უნდა აიღოს. აი ეს მომენტიც. Are you awake? What are we doing next week? The Fountainhead. Plumbing, I'm in. აუ აქ რო გავაჩერო. გაიგეთ რა თქვა? მომდევნო კვირას რას ვკითხულობთო Fountainhead-სო და კი, მაგრამ მე რო კაცი ვარო. ანუ რა შთაბეჭდილება დაგჭათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აწუხებს ამერიკას და სხვადასხვა რაღაცებში ვნახე კიდევაც ამის მტკიცებულება. რა თემა შეიძლება ეს? პატარა ბავშვები, დაუსრულებელი ბავშვები კითხულობენ აინ რენდსო. მოკლედ, ეხლა ნელ-ნელა უნდა დავიწყო, რომ აინ რენდის კრიტიკული ანუ კრიტიკულად განწყობილი ნაწილიც აუცილებლად უნდა გაგაცნოთ, იმიტომ რომ პოპ კულტურა შეუძლებელი არის ყოველთვის დადებითი და აღფრთოვანებითი ნაწილისგან შედგებოდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ამასაც უნდა შევეხოთ. და მოკლედ ეს არის, რომ და ერთი კარდი ვნახე კიდე, სადაც წერია, რომ მამა ეუბნება შვილს, რომ შვილო დროა უკვე გაიზარდოო და მე უკვე გავიზარდეო, კაცი ვარო და მაინც რო რენდს კითხულობო. ამას გვერდს ვერ ავუვლით, უბრალოდ თქვენ რო იცოდეთ, რაზე ამახვილებენ როგორც სარკაზმს, ისე რენდზე ყურადღებას. What was the name of the building in The Fountainhead? Novel by Ayn Rand. Patricia Neal wore that gown with the fur. Yeah, remember Gary Cooper played the architect who blows up his own building? ხო, აქაც გაიგეთ, ანუ ეს Fountainhead-იო, Ayn Rand-ის ნაწარმოები რო არისო და კიო პატრიშა ნილი რო თამაშობს, ვაიწეღან რო იყო კაბა ესეთი გულიანი კაბაო და ამის იმიტაციას აკეთებს ეს კაცი და წამებში გამოაფხიზლებს, რომ არა ბოლოში Gary Cooper-ის გმირი რო თავიდან ბოლომდე თავის შენობას წვავსო. ანუ გამოაფხიზლა ეგრევე, რომ რომანტიკაზე კი არა, რაც სათქმელია და რაც წერია ნაწარმოებში, იმაზე გაამახვილე ყურადღებაო. ეს იგნიდან Read it. Fine, Fountainhead is classic. Yeah, but Ayn Rand is a political nut. Yeah, but nobody could write a 40-page monologue the way that she could. And you get all this from a book on architecture. The Fountainhead's about so much more than architecture. ხო. რომელიღაც თქვენგანმა თქვით გაცნობის დროს, რომ აი არქიტექტურა მაინტერესებს და ამიტომაც ეს Fountainhead-ი მაინტერესებს, ხო? სინამდვილეში კი არქიტექტურაზე არის წიგნი, მაგრამ არქიტექტურა არის ასე ვთქვათ ნაწარმოებში მთავარი აზრის გადმოცემის ძალიან კარგი საშუალება, რომელიც არ არის ასევე შემთხვევითი არქიტექტურა ემსახურება რას, რომ ააშენოს შენი შეხედულებების და სურვილების მიხედვით, ხო? ამიტომაც ეს წიგნი ანუ არქიტექტურაზე ვისაც უნდა რომ წიგნი წაიკითხოს, მისთვის არ არის მხოლოდ, ეს არის უფრო მეტად ფილოსოფიური და პრინციპში ამერიკაშიც ამ თემას მისდევენ. Ayn Rand trying to bust loose from her cocoon. You and me are going to help her. Yeah, you're the love child of James Dean and Ayn Rand. Read Ayn Rand.
Before I came here, I was an intellectual outcast. We made fun of me for quoting Ayn Rand. I remember the exact day. I was 8. And I'd come home crying because one of the older boys had thrown my copy of The Fountainhead under a bus. ესეც სიმფსონები. This is our library? Nothing but crumpled porno and Ayn Rand. It was like a sex scene in an Ayn Rand novel, huh? No, it's the beginning. Ayn Rand, she's not attractive. Her talent, Warner. I'm attracted to her talent. ახლა აქ ხო, რატომ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება? ხშირად შეიძლება ერთგვარი წინააღმდეგობა წამოვიდეს ვიღაცისგან, რომ აუ იცი რა არის, ანუ რენდი რავი რაღაცნაირი იყო, შეიძლება ესე, როდესაც უკვე დისკუსიებში შეხვალთ, ან ვიღაცამ შეიძლება უფრო შორს წავიდეს და თქვას, რომ აუ რავი, როგორც ქალი საერთოდ არ იყო არც ლამაზი, არც მიმზიდველი, არც არაფერი, ხო? მაგრამ ზუსტად ამაზე არის, რომ აქ რენდი დადებით კონტექსტში არის ნახსენები და არა აქვს მნიშვნელობა გარეგნულ სილამაზეს ძალიან დიდებული ადამიანი იყო. Have you read her? Rand. Atlas Shrugged. That's the one. Yes, at first I was happy to be learning how to read. It seemed exciting and magical. But then I read this, Atlas Shrugged by Ayn Rand. What did it say? It said, who is John Galt? It's an Ayn Rand quote. We have no demands to present you, no bargains to strike, no compromise to reach. You have nothing to offer us. We do not need you. To speak from the character John Galt. Atlas Shrugged. Who or what is John Galt? Is he even a man? No idea. Atlas Shrugged. Yeah, you ready? Huh. It's good. I wonder if he'll cry. ფილმი იცანით? My mother, the Howard Markham. სასწარკვეთილი დიასახლისები. ელოდებოდით მან დრენდს? ო. აი ეს არის ის ზებუნებრივში. IQ 155, goes to jail, small-time thief, self-educates on Nietzsche, Ayn Rand, Charles Dickens. და ეს არის ჩვენ ცოცხლები ფილმი, რომელიც თავიდან გადაიღეს ევროპაში და მერე იყო აღდგენილი. ეს არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილიც ასევე გვაქვს ფილმებში, ფილმების ჩამონათვალში. სადაც არის მოცემული, ეს ნაწილიც ვნახოთ. I don't give handouts to poor people. It's not in the spirit of self-made Americanism, as espoused by Russian weirdo Ayn Rand. როგორც რუსი ისე პოზიციონირებს. But Atlas Shrugged on the top shelf, hardcover. Did Ayn Rand hurt your poor little skull? Yeah, I'm pretty sure she gave me a contusion. You should read it. She's got some interesting things to say. No thanks. Every libertarian was born on third base and thinks he hit a triple. Bean sprouts, tofu. I'm Ralph Nader. Ayn Rand is a terrible writer. Don't mess up, don't mess up, don't mess up! აუ, ეს არ ჩერდება, უბრალოდ გაიგეთ. ანუ იმისთვის რომ წააქეზოს რასეუბნება, რომ აი რაღაცა ის კონდეს რა, შეტევის სურვილი, რომ აინ რენდი ცუდი მწერალიაო, ამაზე ის კაც გაბრაზდება და მოკლედ გოლფის სპორტს ჩააჯენს ადგილას. აქაც დადებითი კუთხით არის წარმოდგენილი. I wish you just would have dress we picked out this morning. ეს Criminal Minds-ი. Those who deny it cannot be conquered by it. Ayn Rand. Rocky was hired because of his reviews on Amazon, so we scanned the reviews and we found this. It's a review of an Ayn Rand book, and there it is again. Prepare to be amazed. What's blank shrug? 5 letters ending in an S. That'd be Atlas, as in Atlas Shrugged by Ayn Rand, a Russian-born American writer. კროსვორდს ავსებს. და ნახეთ რა ბედნიერი გადაკრავს ლოდს, რომ აი იცის. Sure. It's in my library. ანუ It's in my library, როგორი სიამაყით ამბობს ადამიანი. ხო, თქვენ შეგიძლიათ ეს პირად ცხოვრებაში გამოიყენოთ. Confucius, John Lennon, Nietzsche, yeah, Ayn Rand, CD1.
ეს არის ის Silicon Valley. Part of Two Turtles Resort to leave the weakest behind to see if they can fend for themselves. Really? Yeah, the resort was founded by Ayn Rand. How are you? I'm good. At college, she turned me into Ayn Rand and was like, created the EPA and made more recordings than Frank Sinatra. 12 was the number of book publishers that rejected Ayn Rand's The Fountain. She wound up selling 6.5 million copies. ეგეც იცოდით? ძალიან ბევრი rejection-ის მერე დაბეჭდა. So did all our customers. You should bet on people. They're smarter than you think. I do. But you see, said York quietly, I've chosen the work I want to do. And I can find joy only if I do my work in the best way possible to me. ხო, მოკლედ ესე ამ ფილმებში არის, არ ვიცი, მეც პირველად ვნახე, რომ ამდენ რაღაცაში იყო მოცემული და სხვათა შორის რენდის თემაში თუ იცით, კიბები, ესე კიბე, ესეთი გვარი არის, სოლქმარი არიან, მეტი და ცოლის სახელი დამავიწყდა, რომლებიც ძალიან მაგრად უწყობენ ხელს აინ რენდის იდეების გავრცელებას და როდესაც გავიცანით ერთმანეთიო და შეგვიყვარდაო, ნიშნობის ბეჭდის ნაცვლად მის სახლში მივედი რენდის ატლას შრაგდითო. ან Fountainhead-ით, მოკლედ ერთ-ერთით რომელიღაცით, ასე რომ რეალური ისტორია არის და რეალური ამბავია. ახლა როგორც გითხარით, ცალკე არის აუცილებლად გამოსაყოფი თქო, ჩვენი სიმფსონები. აი სიმფსონებში ნახეთ 5 სხვადასხვა ნაწილში არის მოცემული სულ სხვადასხვაგვარი მიმართულებით. ახლა ერთს მინდა და საერთოდაც იყო აინ რენდის სკოლა პატარა ბავშვებისთვის. 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის, ესეც ვისაც გახსოვთ, ვისაც არა და კიდე თავიდან რომ გადავიმეოროთ. ახლა მინდა რომ ერთ ეპიზოდს ვუყუროთ და თქვენ მითხრათ, რამდენად ძალიან წინააღმდეგობრივია, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო დაცინვა, უფრო სარკაზმი არის გადმოცემული რენდის მიმართ სიმფსონებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ როგორ დაინახავთ. უბრალოდ ნახეთ, ეს არის მეგის, სადაც მიიყვანენ, ვისაც გახსოვთ სიმფსონები, მეგის მიიყვანენ ამ ბავშვების ცენტრში. და იქ ესეთი რაღაცა წერია helping is futile, ანუ დახმარება არის უსარგებლო შრომა. ესეთი რაღაცა წერია და არის A. ანუ ცოტა ისე არის დამცინავად და ამას ნახეთ რა წიგნი უჭირავს The Fountainhead Diet. ცოტა პუტკუნა დირექტორია და მოკლედ ჩათვალეს, რომ ის დიეტების წიგნს უნდა რქმეოდა მისას ასე. ეს არა და აი მეორე ნაწილში ახლა მინდა რომ ყურადღებით ვუყუროთ და აი თქვენს კითხვაზე როგორ შენობებს აშენებდა, აი ახლა ვნახავთ. Now, children, while I do traffic school online, you'll be playing with blocks. Maggie's genius and creativity far exceeded that of the others. And I'm not just saying that because I'm her mother. But her teacher, Mr. Ellsworth Toohey, Ellsworth Toohey არის ასევე Fountainhead-ში ცუდი ტიპი. და სიმფსონებშიც ქვიათ Ellsworth Toohey. Rubble is still a little bit higher than the others, so let's just... Welcome to the real world, baby. he would not let Maggie's creativity flower. არ ჩერდება მეგი და მაინც აშენებს ამ დიდ შენობებს. ნახეთ რისგან აშენა? შაქრის კუბიკებისგან.
right, you're beaten down. Yes, you are. I don't know how you put up with all these kids, Joey. If I were you, there'd be a lot of strangled babies. Now, let's see what your children have done, shall we? Don't brace yourselves. ხა დიდი სამბით აჩვენებს პრეზენტაციას. აჰა, მეგი მისემ თავისას. You will be tried as a toddler. Ladies and gentlemen of the jury, this child's crime was to remind the rest of us that we are really ordinary. When a blade of grass rises above the others, do we applaud it? No, we cut it down. I recommend 9 timeouts served. იქ თუ დააფიქსირეთ, მოსამართლე არის თოჯინა, უსულო არსება. Throughout the ages, the finger painter, the Play-Doh sculptor, the Lincoln logger stood alone against the daycare teacher of her time. She did not live to earn approval stickers. She lived for herself, that she might achieve things that are the glory of all humanity. These are my terms. I do not care to play by any others. And now, if the court will allow me, it's bedtime. It's bedtime. ხო, ну მოკლედ რო არის. და საბოლოოდ აღმოჩნდება ის მეგის სიზმარი. როდესაც რაღაცას თხაპნის და ამ პროცესში დედა მიუსწრებს და გამოიყვანს აქედან ვან გოგის ცნობილ ვარსკვლავებიან ღამეს, თავის შავ ფუნჩს უსვამს. ეხლა სამი მომენტი არის, რომელზედაც აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, სანამ გადავალთ. პირველი არის ის, რომ მეგი არის პატარა ბავშვი, რომელიც აშენებს რაღაცებს, რომლის აშენების უფლებასაც ართმევს მისი მასწავლებელი, მაგრამ არ ჩერდება. თავისთავად ეს, რომ დღევანდელობაში გადმოვაკონვერტიროთ, თქვენთვის რისი მომცემი არის. აი ახლა ახალი თვალით რომ შეხედოთ ამ ჩვენს პატარა მეგის სიმფსონებიდან, რომელსაც აქამდეც ვიცნობდით, მაგრამ ახლა თავიდან რომ აღმოვაჩინეთ. ხო. მეგი თუ ეს ხო. კი, ძალიან კაი, კი, ჯენზის და კი, მათი ბრძოლა არის კი და ასევე მოსამართლე რომ ზის თოჯინა უსულო, უმეტყველო, უყვერაფლო, კი, სასამართლო სისტემა არის ზუსტად. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ესეთი, რომ ამერიკას რა გაუჭირდა ისეთი, რომ მანდაც არ გამოეჩინათ უსულგულო სასამართლო სისტემა. რატო ჩასვეს? ანუ ამერიკა, რომელიც ჰეროიკულ იდეალებზე დგას, ეგეთი რამე რატო გააკეთეს თქვენი აზრით? რომელიც ჩვენს დღევანდელობასაც ეხმიანება. ანუ ერთი პარტნიორი, ერკლანური მართლობის ამბავი მას. სახელმწიფოს ამბავი სახელმწიფოს ამბავი რა პრინციპში რაც ვთქვით, ყველაფერი სწორი არის ერთის. ხო და მით უმეტეს, ანუ არა, მაგრამ მაინც ახლა სიმფსონები ამერიკა ერთმანეთთან ასოცირდება. კი, თავარ იდეა არის ის, რომ როდესაც ისეთი მართველი ყავს, როგორც არის ელზვორთ თუი, შეუძლებელია მოსამართლე, რომელიც იქნება თავის მხრივ მის მიერ მიღებული ან გამოცემული კანონების მორჩილი, ის იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ზუსტად ანალოგიური არ ხდება ახლაც საქართველოში. მოსამართლეები უბრალოდ ესე დაარტყამენ ხოლმე ჩაქუჩს და მაგით მთავრდება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის შემთხვევით ეს მომენტიც მანდ მოცემული. ახლა შემდეგი ნაწილი, ну ესეც გასაგები არის, რომ მივედით იქამდე, რომ ფილმები, მე თვითონ Fountainhead-იც და Atlanta მხრები გაშალაც ესეც ვნახეთ, Simpsons-ებშიც საკმაოდ მსუყედ არის მოცემული. ახლა კიდევ აი თქვენ ახსენეთ, ხომ? მაგალითათო სიმღერებს მოვასმენინებდი ისეთსო. მე არ ვიცი აქამდე იცოდით თუ არა, ყოველ შემთხვევაში გააზიარებდით, მაგრამ 1970-იან წლებში ყოფილა ერთი კანადური როკ ბენდი, Rush, რომელსაც აქვს Rush, ანუ Rush ჩქარა გაკეთება, რომელსაც დაუწერია სიმღერა პირდაპირ იმავე სახელწოდებით, რაც არის Ayn Rand-ის წიგნი, ჰიმნი. და ამ სიმღერის სიტყვები არის ეს, რომ
იცხოვრა შენი თავისთვის, სხვა ვინმე არავინ არ არის ისეთი, რომელიც სამისოდ გიღირდეს და ვინც ხელს აწვდის და ვინც რაღაცა bleeding hearts არის, ანუ რაღაც ძალიან ისე დამამცირებლად ითხოვს დახმარებას, ყოველთვის მეტის და მეტის ხელის გამოწვდენაზე იქნებიან. აქ არ ვიცი ერთი პარალელი მინდა გითხრათ, აი თქვენც ახსენეთ ხომ, როდესაც პატარ-პატარა ვიდეოებს ვუყურებო, ერთ-ერთი პატარა ვიდეო არის აინ რენს ეკითხებიან, როგორ უნდა დავეხმაროთო ღარიბ ადამიანებსო. და აინ რენდი რას პასუხობს თქვენი აზრით? ანუ ისეთი რამე არის, რითაც ლოგიკურად შეგიძლია მიხვიდეთ, თორე ხა აინ რენდმა რა თქვა, შეიძლება ესე ვერ უპასუხო. რასაც როდის ის კითხვასავით კი გამომივიდა, მაგრამ პასუხი ესეთი უთხრა, რომ ყველაზე მეტად ღარიბ ადამიანებს დავეხმარებით იმითი, თუ არ გავხდები ჩვენ ერთ-ერთი მათგანი. და დაახლოებით იგივე აზრიდევს აქაც, რომ გამოწვდილი ხელი ყოველთვის მეტის და მეტის მოსათხოვნად დაიწყებს ასე ვთქვათ, ტირილს, ვიდრე ვთქვათ რაღაცას გაიგებს. მინდა რომ ეს ბენდიც ასევე თქვენ ვიზუალურადაც იცოდეთ, ნახოთ და მერე თქვენ როდესაც რო გექნებათ, ასევე მოусმინოთ, ეხა რაღაც ნაწილს მოვусმინოთ. ძალიან მაგარი მუსიკაა. გარდა იმისა, რომ კაი თემაზე წერენ და კაი ხალხი აღმოჩნდა, მუსიკაც საკმაოდ კაია. ხო, აი მაგალითად აჰა, მით უმეტეს. აი თქვენს მეგობრებთან უკვე ძალიან ბევრი არსენალი გექნებათ ამ ყველაფრის გასაზიარებლად, რომ რაღაცნაირად დააინტერესოთ. ნუ მაგას ბოლოს შევაჯამებთ კიდევ. თან ნახეთ ლაივ კონცერტი უნდა იყოს ეს, მაგრა უბერავენ მოკლედ. ნეტარება პირდაპირ, ძალიან მაგარი არის. უბრალოდ დროის ამბავში მირჩევნია რომ ხო. არ ვიცი, ძალიან რამოდენიმეჯერ მოვусმინე, მეც იმდენად კაი იყო. ახლა გამოვვრთოთ და შემდგომ შეგიძლიათ ესე იგი, ფილმები ვნახეთ, სიმსონი ვნახეთ, მულტფილმი ვნახეთ, როკ ჯგუფი და მისი სიმღერა. ახლა არ ვიცი, ესეც იცოდით თუ არა, მაგრამ თურმე ყოფილა ესეთი შოუ, სადაც ნახეთ აინ რენდი ერთი პერიოდი ატარებდა ესეთ ქუდს, მოდაში იყო მოკლედ მაგ პერიოდში ასეთ ქუდების ტარება და თქვენ თუ დასერჩავთ რენდის ფოტოებს, ამოგიგდებთ კიდევაც ამგვარი და ეს დიდი ყალიონით სიგარეტს ეწევა. და აი ამ შოუს პირველი რამდენიმე წუთი მინდა მოვისმინოთ და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა, კაი თემაზე საუბრობენ რენდზე თუ აქილიკებენ. Public-ი გადავიდა private-ზე. შეამჩნიეთ? Public show კი არ არის, private show. თან ინტონაციას რენდი როგორ ლაპარაკობს? We will now applaud unmoved and unnoticed by the applauders around us. აუ, ხო, შეგიძლია? აი, უკან რო გადაატრიალო. We have excellent show. A collectivist. აი, Ayn Rand's private access program. აი, გააჩერე ერთი წამით. ხო, აი ახლა რასაც იტყვის, მაგას მინდა რომ მოусმინოთ და მერე გააკეთოთ დასკვნა, ასე ვთქვათ. კაი, всё, გავუშვათ. No, do not applaud in unison. That is collectivist. უნისონში ყველა ერთად აჩნო მიკრავთ, კოლექტივისტურიაო. ერთ-ერთზე გვერდით ვინც გიზით, იმას გაყევით. ხო, კაი, ეს ახლა გამოვვრთოთ. ანუ თავიდან ბოლომდე რომ მოусმინოთ ამ შოუს, მთლად ვერ გაიგებთ რენდის მხარეს არის თუ თავიდან ბოლომდე აკრიტიკებს, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში კი, მაგრამ ერთი რამე უდავოა, ძალიან კარგად იცნობს რენდს. მე აქ მოყავს ხო, როგორში? არ არის, ძალიან კარგად იცნობს. მე ამ შოუში მოდის ასევე სტუმარი და სტუმარსაც ისეთ რაღაცებს ეუბნება, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რენდი უბრალოდ ძალიან კარგად იცის. შოუს ხო ვნახეთ. ახლა გადავიდეთ და ვნახოთ, როგორც გითხარით, ბაიოშოკი. ეს არის თამაში. ვინმეს გსმენიათ ამ ბაიოშოკზე? ცნობილი თამაშია, მაგრამ რენდის ფილოსოფიის მიხედვით რო იყო, ობიექტივისტური ფილოსოფიის მიხედვით თუ იცოდით? მოკლედ, რენდის ობიექტივისტური ფილოსოფიის მიხედვით ყოფილა ეს აწყობილი, არ გვინდა ამ ვიდეოზე გადართვა.
უბრალოდ ერთი ვიზუალურად მინდა შეგახედოთ, რომ ნახეთ, აი აგერ მოცემული არის 0.18-ზე იწყებს ამ თემებზე საუბარს virtue of selfishness, ანუ ჩემი მეს შესახებ როგორ ვთარგმნით virtue of selfishness, დათო ხო არ გახსოვს? Virtue of selfishness-ი როგორ ვთარგმნეთ, ხო? ხო, ან საკუთარი თავის მოკლედ წინა პლანზე და self-interest-ი და libertarian party. კი, ყოველ შემთხვევაში ამ ლინკზე თქვენ რო გადახვალთ თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად აწყობილად მთელს ამ ინფორმაციას ნახავთ. ახლა ისევ დავუბრუნდეთ. კი. ბიოშოკში, როსტშიც, არასაკუთრებულად არის წარმოქმნილი და თქმა და ბიოშოქს ეთქობა ყველაზე მეტად გავლენის ქვეშ ყოფილი არის აი ამის ავტორები. იმიტომ რომ ყველაზე ინტენსიურად და ყველაზე შთამბეჭდავ და შთაბეჭდილების ქვეშ სწორედ ბიოშოქშია წარმოქმნილი. მინიმუმ რო ავიღოთ თამაშიც ეფუძნება, იდეაც ეფუძნება, გადმოულია მე თვითონ ავთამაშე უბრალოდ ჩემი შვილის და ძალიან ბევრი იდეა ჩადებული ამ სწორადაც გაგებული და არა ის რომ რაღაც გაფრით ახსენა როგორც სხვაგან ბევრი. კი, ამიტომაც არის სხვადასხვა მიმართულებით, სადაც კი რამეს ვიპოვიდი, ასე ვთქვათ, ვაზიარებდი, მათ შორის ისეთები, რომელიც იყო სატირული, ხო? თვითონ მოქმედება 1940-50-იან წლებში ხდება და იმისთვის, რომ აი ეს ენდრიუ რაიანი და აინ რენდი, ნახეთ თვითონ წერაც უკვე ალუზიას ქმნის აინ რენდისას, ესეც არ არის შემთხვევით შერჩეული სახელი და ენდრიუ რაიანი, რომელიც არის ბიზნესმენი და იმისთვის, რომ დაუსხლტეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ გამოცემულ უკანონო და უსამართლო კანონებს და არ დაიმორჩილოს სახელმწიფოს, რას აკეთებს, ქმნის წყალქვეშა სამყაროს. და აი იქ თამაშის მთელი წესები მიდის იმაზე, რომ აბა ეს წყალქვეშა სამყარო როგორ უნდა შეიქმნას აი ამ რენდის ობიექტივისტური ფილოსოფიის შესაბამისად. საბოლოო ჯამში მართლა ძალიან საინტერესო თემა არის, მე თვითონაც არ მითამაშია, მაგრამ ახსნა განმარტებები რაც ვნახე, არ ვიცი, შეიძლება თამაშიც კი დამეწყო თქო, იმიტომ რომ ყველაზე კარგი საშუალებაა ჩაერთო და შენ თვითონ შექმნა ის ღირებულებები თამაშის სახით, რომელსაც ფიქრობ, რომ მოგწონს და ატარებ. ასევე შემდეგი ნაწილი, ხო, ისევ და ისევ ფილმებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და სტივ დიტკო თუ გაგიგიათ. დიტკო შეიძლება არ გაგიგიათ, მაგრამ დიტკოს მიერ შექმნილი კომიქსი, თანაავტორობით შექმნილი კომიქსი არის ძალიან ცნობილი სპაიდერმენი. ხო. და დიტკო, აი აქ ლინკად მაქვს მოცემული და ესეც მე სხვა დროს შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, არის მთელი ახსნა, როგორ იყო შეპყრობილი ობიექტივისტური თეორიით და სპაიდერმენის რაღაც სპაიდერმენი კი შეიძლება ცოტა ალტრუისტად შევრაცხოთ და ჩავთვალოთ ისევ როგორც ბეტმენი, მაგრამ თავისი ცხოვრების სტილით ის, რომ თავისთვის არსებობს და არავის დახმარებას არ საჭიროებს და არავის გულისთვის არ ცხოვრობს, რაღაცნაირად ემთხვევა აინ რენდის ფილოსოფიას და უშუალოდ ეს სტივ დიტკო გატაცებული იყო თურმე რენდით და მისი ფილოსოფიით. ანუ საიდან სად მივიდა, ასე ვთქვათ. გარდა ამისა, ახლა ცოტა საყოფაცხოვრებო ნაწილებშიც შეგვიძლია აინ რენდი ვიპოვოთ და მოვძებნოთ. მაგალითად, აინ რენდის სამკაულები, ესეთ ფრაზას თუ ჩაწერთ, მთელს გვერდს ამოგიყრით, სადაც აინ რენდის გასამკაულებული ვერსია არის წარმოდგენილი. და ვიღაცას შეიძლება მაგალითად რომელიმე სამკაული ან ეს მაისური ან რაღაცა პოსტერი მოეწონოს და დაინტერესდეს მერე აინ რენდით. ანუ მხოლოდ და მხოლოდ აი განსაკუთრებით ვინც ფსიქოლოგიაზე სწავლობთ ან ფსიქოლოგიასთან ახლოს ყოფილხართ, ყველამ კარგად იცით, ხო, რომ კომუნიკაციის რამდენიმე საშუალება არსებობს. რაც მეტ წყაროს მიაწვდით ადამიანებს საკომუნიკაციოდ და მხოლოდ ამ წიგნებით, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია, მარტო მაგითი თუ არ შემოიფარგლებით, უფრო მეტად შევძლებთ, რომ დავაინტერესოთ იმ მართლა ძალიან განსაკუთრებული ფსიქოლოგიით, ფილოსოფიით ადამიანები, რომლითაც ჩვენ უკვე ვართ მოხიბლული. ესეც ძალიან კარგი საშუალება არის და უბრალოდ შეხედეთ ფასებს. აი $100 ღირს მაგალითად ის ვერცხლის ყელსაბამი.
არ არის ნამდვილად ცოტა თანხა და თუ ამ თანხად არ იყიდება, ბუნებრივი არ შეიქმნებოდა, მაგრამ რახან შეიქმნა და ამ თანხად იყიდება, ესე იგი არის საკმაოდ მოთხოვნადი. ესეც ნიშნავს იმას, რომ პოპულარულია და პოპ კულტურაში სარგებლობს ძალიან კარგი სახელით, ისევე როგორც ეს მაისურები. აი ნახეთ კიდევ, აი ბევრი რაღაცა არის. ეს კი არის ETSY, თვითონ ამ გვერდის დასახელება არის, სადაც ეს აინ რენდის ჯეველრები არის მოცემული. აი მაგალითად სტატიუ აინ რენდის $63.64, იქაც რაღაც $46, ან მართლა არ არის ცოტა თანხა, როდესაც ადამიანები ამ ხელა თანხას რაღაცაში იხდიან, ესე იგი მათ ეს უღირთ. როგორია? თიმუზე? ხო, არ ვიცი, მანდაც თუ ვიპოვე აინ რენდი, მერე გაგიზიარებთ, ან თქვენ თუ ვიპოვეთ, გამიზიარეთ. ასევე არის Redbubble, აი ესეთი გვერდი არის, რომელიც ყიდის სხვადასხვა ტიპის პოსტერებს. აქ თქვენ შეგიძლიათ როგორც მახსოვს, რაღაცა შექმნათ, თუ გრაფიკული დიზაინერი ხართ ან რაღაცა, გააგზავნოთ, დადებენ, გაიყიდება, ფული ჩაგერიცხებათ, მარტივად რომ გითხრათ. და თქვენ წარმოიდგინეთ და ნახეთ, რამდენიერი აინ რენდის პოსტერი, ეს უბრალოდ მხოლოდ ერთი ნაწილი დავსკრინე, მაგრამ ზოგადად რომ იცოდეთ, არის კიდევ ძალიან ბევრი ჩამონათვალი და ფასები აქაც საკმაოდ ნორმალურია. ხო, აი ახლა ამის მერე უკვე გადავიდეთ კიდევ უფრო მეტად ძალიან საყოფა ცხოვრება ნაწილზე, რომ გითხარით, ვისი ინსპირაცია იყო აინ რენდი თქო? უბერი ყველას გაგიგიათ, ხო? ვინ არის რომელსაც არ გაუგია? უბერის CEO, უბერის შეფი, ყოფილა თურმე აინ რენდით შეპყრობილი, ტრევის კალანიკი. უბერი თან ნიშნავს სიმდგომი უბერალეს. არ ვიცი, უბერის დასახელება ნამდვილად არ ვიცი, თუმცა შეიძლება ძალიან ლოგიკური იყოს, მაგრამ მთელი ის არის მოცემული, რომ და არა მარტო ეს, თურმე სილიკონ ველიზე ძალიან ბევრი ადამიანი არის აინ რენდით ინსპირირებული და მოტივირებული. და ესეც ამიერიდან გვეცოდინება, რომ კალანიკიც ასევე უბერი რო გაგვახსენდება, ვიცოდეთ, რომ ვისი ფილოსოფიით მართული ბიზნესია. ნუ ასწორებს. ხო. კიდევ ამ სერჩვაში გადავაწყდი ეს რამეს, ვინმე სხვა არ გინახავთ დათოანი მაგალითად აი ეს წიგნი, ტიპი ყოფილა, რომელსაც დაუწერია რატომ ცდება აინ რენდი და რატომ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ხო, თითქოს რაღაცნაირი პროვოკაციული სათაური არის, რატო ცდება აინ რენდი, მაგრამ აი ტიპს იმდენად კარგად აქვს. ერთი რამე ძალიან ცხადი არის, რომ თვითონ ძალიან პატივს ცემს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსიაო, თვითონვე ამბობს, quote-ად გამოვიტანე და იმაზე მეტ პატივისცემას იმსახურებსო, ვიდრე რეალურად მას აქვსო. ძალიან კარგად იცის რენდი, მაგრამ ნუ თავისებური რაღაცა მოსაზრებები აქვს, რითაც ის ამყარებს, რომ ხო რენდი თითქოს ცდება. აი დაჩი, შენ გამახსენდი ამაზე. თქვენ წარმოიდგინეთ და ესეთი რამეც კი არსებობს. ამან არ გაგვაკვირვოს, ნუ მოკლედ, რენდს კი არ ქონდა დიდი მიმღებლობა, ამიტომაც გახდა ფილოსოფოსი, თორემ მიმღებლობა რო ქონოდა პოლიტიკოსი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა გვქონდეს მიმღებლობა და რაღაცები რაც არ მოგწონს, მაინც უნდა მივიღოთ. აი, აინ რენდი არ არის ფილოსოფოსიო, ესეთი რაღაც არის და change my mind-ო. დაჩი მაგას მილიონი წელი იმედი მაქვს, არ გააკეთებს. ან რომელიმე ჩვენგანი მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის აი ასეთი მიმართულებაც და ასეც უყურებენ ადამიანები, ხარ ას ვიზამთ. ხო, ეხლა ბოლო ნაწილზე მინდა გადავიდე. ხო, მაგრამ იქნება და მხოლოდ კლასიკური ფილოსოფოსები არ არიან ფილოსოფოსები და თანამედროვეობა მოიტანა, უფრო გალაითება, ხო? ეგ კითხვაც საკმაოდ ლეგიტიმურია. ბოლო ნაწილი, რომელიც დაგვრჩა, რომლის იქეთაც, რა ვიცი, რაც მე რისერჩინგი გავაკეთე, იმის იქეთ უკვე არაფერში აღარ იძებნება აინ რენდი, მაგრამ იდეაში ბევრ რაღაცაში მოიძებნა, ხო? კინო, მუსიკა, ანიმაცია, ვიღაცების ინფლუენსერ, გავლენები და ასე შემდეგ. ბოლო ნაწილი არის მიმები. არ ვიცი წარმოიდგენდით თუ არა, მაგრამ აინ რენდი საკმაოდ პოპულარული ყოფილა მიმებით და მიმებში. და ერთ-ერთი პირველი მიმი, რომელიც შემხვდა, არის ასეთი, მაგრამ როგორც გითხარით, ისევ და ისევ მიმღებლობა უნდა გქონდეს. ყველაზე და ესეთი რაღაცა იყო, ყველაზე დიდი ბენეფიტი აინ რენდმა, რაც კაცობრიობას მოუტანაო, ეს არის დღე 1982 წლის 6 მარტი, როდესაც გარდაიცვალაო. აი, ნახეთ. ესეთი ბევრი შეხვედრია მარქსის. ხო.
და ეს არის ერთი მიმი, რომელიც ესე გამოვიტანე. თუმცა ამას გარდა არის კიდევ ბევრი საინტერესო და ერთ-ერთი გამოვიტანე კიდევ აქ. აი რა ვიცი, ჩვენს თავზე რო წარმოვიდგინოთ და გავიხსენოთ, ძალიან კარგია რომ მას შემდეგ რაც წავიკითხე ატლანტმა მხრები გაშალა, მე ვეუბნებიო რატო არის ალტრუიზმი ცუდიო და აი მეგობრების სახე, რომ აი ვერ ხვდებიან. მაგრამ მეგობრებსაც შეგვიძლია ამგვარი მიმები ჩავუგდოთ და გავუზიაროთ, ასე ვთქვათ. დროის ამბავში როგორ ვარ ჩემი საათი? 9 საათი დაგვრჩა? მშვენიერი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და კარგი ვიდეო მაქვს მოცემული, ვუყუროთ, რამდენიმე წუთიანია და მე გადავიდეთ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე. იმიტომ რომ ვიპოვე გოგოს ჩენელი, რომელსაც აქვს აინ რენდზე მიმები გაკეთებული. და ბოლოს პატარა შეჯიბრება თუ კონკურსიც მინდა დავაანონსო და ამიტომ ძალიან კარგი იქნება რომ ვუყუროთ ყველამ ერთად ახლა ამ მიმებს. თვითონ ძალიან დიდი მოყვარულია ეს გოგო. ანუ ნამეტანი სარკაზმია. Sharing all the benefits social parasites. This one's also bad. I mean, it's kind of witty, like it's kind of clever, but I don't think it works. In this case, it'd be more beneficial if you put me up on Ayn Rand. So yes, share this meme. I mean, not this meme. A better meme. Share it. All right, this one's interesting. Spend life preaching against socialism. What's a Medicare beneficiary? Well, she actually, yes, did take social security benefits, but contrary to... ეს შეგვიძლია გავაჩეროთ. აინ რენდთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენად შორს ხართ ახლა წასული მაგ მიმართულებით, მაგრამ ხშირად გაიგებთ ეს რაღაცას, რომ სოციალური დახმარებების და სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგი იყო და ბოლო წლები მან გაატარა, ასე ვთქვათ, სოციალურ დახმარებაზე იჯდა მარტივად, რომ ვთქვათ. გაგიგიათ ესეთი რაღაცა და ამას რენდის მოწინააღმდეგეები როგორი დიდაქტიკური ტონით გვეკითხებიან ხოლმე, იცით, რომ აი რატო გააკეთა ესეთი რაღაცა. ამ რეალურად ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა იმას, რომ არანაირი სახელმწიფოსგან დახმარება არ უნდა მიიღო და სახელმწიფოს როლი სამი მიმართულებით არის მხოლოდ და მხოლოდ, არ ვიცი ესეც ალბათ ან დღეს გაიგეთ, ან მომავალში გაიგებთ, რატომ იღებდა თვითონ სახელმწიფოსგან გაცემულ დახმარებასო და ეს აქ მაგარი ჩახვეული რა. და კაციშვილი არ უყურებს იმას, რომ თავისი წიგნების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით რამდენი გადასახადია გადახდილი და სრულად მორალურად ის გამართლებული იყო, რომ რაიმე სახის დახმარება მიეღო. ნუ სხვა თემა არის, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ დახმარების გარეშე გასულიყო ფონდს, მაგრამ ნუ ვერ მოახერხა ეხა რა ვიცი რაღაცნაირად, თორე მორალურად ყველანაირად გამართლებულია, რომ იღებდა ის შესაბამის დახმარებას. ახლა გავაგრძელოთ. She was not in poverty, she was just getting some of the money back that she paid taxes from her და თვითონაც იგივე ამბობ. It's the wealth per state, so no, it's a complicated thing. Go read her essay, The Question of Scholarships. This one's just a Photoshop photo from The Shining. She is holding a brushstroke, and Johnny is now Karl Marx, and he's trying to get in there and give her the Communist Manifesto. If that happened to me, I would be scared and screaming like Shelby was, terrified. Get the communists away from me. This one's funny. ვიღაცებმა თქვეს ვებრძვითო არახელებითო, არამედ მორალურათო, ხო? Where it's a compilation of some of Ayn Rand's early writings, but here they photoshopped it and it says this a selection of her childhood writings includes mine. აუ, ესეც რო გავაჩერო. ნახეთ, ანუ
Ayn Ranდის ბავშვობის Ayn Randi არის ესეთიო, რომ ბავშვებმა რო იციან, ეს ჩემია, ანუ რადონის სარკაზმი არის უბრალოდ, რომ ყველაფერიო რაც Ayn Rands ბავშვობაში ქონდა, ერთი სიტყვის გარშემო ტრიალებდა, რომ it's mine, ჩემია და ამით იყო გაზრდილიო და ამას უსვლიან ნაკლში და ამას დასცინიან. I mean, it's a misinterpretation of her ideas and philosophy, but this is actually funny, except I'm not laughing. But it's funny. That's a lie. I'm a reader. This one's interesting. Pro-choice, atheist woman worshipped by the GOP. GOP არის Government of Old Political Party, ძველი ამერიკული პარტია ამერიკაში. Public საჯარო იმებიდან მოხსენითო, იმიტომ რომ კერძო არ არისო. ამიტომაც ვერ აღწევენ წარმატებასო. My friends, I actually made this meme. Now look at this one. Literally nobody, me. I swear by my life and my love for it, I will never live for the sake of another man, nor ask another man to live for mine. And this is literally how a lot of objectivists are. Like, people go around minding their own business and they're like, look at me, I'm so objectivist. Don't threaten on me or whatever. So, yeah, I made this one too. I know it's kind of lame, but like, if you're an objectivist, like, you get it. This one's also really good, and guess what? I also made this one, except there's a big typo there. But this is back in the day when Marie Kondo was like super... Mary Kondo გაგიგიათ? ეს იყო ამერიკაში ერთი პერიოდი ძალიან ცნობილი. Mary Kondo იყო ამერიკაში იაპონელი, რომელმაც ეს იაპონელებს ხო რაღაცა ძალიან ისეთი ყველაფერში ჰარმონიის ისა აქვთ დამკვიდრების სურვილი და სახლში განსაკუთრებით წიგნების თარო როგორ უნდა ყოფილიყო დალაგებული, აი ამაზე ატარებდა ლექციებს და გახდა ძალიან პოპულარული და Mary Kondos თვალთახედვის არეალში რომ მოხვდა Randy, უკვე ძალიან მაგარი რაღაცა იყო, თან ნახეთ როგორ მოხვდა organizing books და sparks joy, ანუ ასხივებს, ანუ დადებით ემოციებს იწვევს ატლას შრაგდი და ეს უკვე უნდა გადავაგდოთო. კი, ანუ კარგ დადებით კონტექსტში იყო მოცემული. მოკლედ ეს იყო მიმებთან დაკავშირებული ნაწილი. მიხვდით ხო მიმების მუღამს, ასე ვთქვათ, მიმი რომ აწყო, თავისთავად მეტნაკლებად კარგად უნდა ერკვევოდე. კარგად რა, ანუ რაღაცა დონეზე მაინც უნდა ერკვევოდე Randy's ფილოსოფიაში. და ცოტა იუმორის გრძნობაც უნდა გქონდეს.